თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მომხრებს ეწოლა შეადანაშაულებს. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ხტომაზე დამწრე პირების მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადებებს გამოეხმაურა. გიორგი შავლიაშვილის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ მიზან მიმართულად არ ხდება ცოტნე გამსახურდიას წარმოდგენა სასამართლოს ხტომაზე და ასევე დაცვის მხარეს არ ეძლევა საშუალება გაცნობოდა საქმეში არსებულ ნივთმტკიცებულებებს არასწორი ინფორმაცია. საკმარისი დრო იყო გამოყოფილი აი ამ მტკიცებულებების გასაცნობად. მინდა საზოგადოებას განვუმარტო და მივაწოდოს ორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს ხტომაზე დასწრება გახლავთ განსაჯელის უფლება და არა ვალდებულება, ამასთან საჯელახსოვრების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა აქტი, სადაც მითითებულია, რომ ცოტნე გამსახურდიას არ სურს სასამართლოს ხტომაზე მონაწილეობა. ხოლო რაც შეეხება ნივთმტკიცებულებებს, ადვოკატ კეთი ბეკაუს მიეცა საკმარისი საშუალება რამოდენიმე საათიანი დრო იმისათვის, რომ იგი გაცნობოდა ნივთმტკიცებულებას. მან ეს დრო გამოიყენა და მის მიერ ნივთმტკიცებულებები გაცნობილი იქნა სრულად. მიგვაჩნია, რომ ასეთი განცხადებები წარმოადგენს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას, რაც დამეთანხმებით დაუშვებელია.